ძივამშვიდობისა მარგარეთ, მადლობა. მაშ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის შეტაკებებმა ხელი შეუშალა რაიმე გეგმას, რომ მემორანდუმი დღეს ხელმოწერილიყო. სწორ გზაზე ვართ, რომ ხელმოწერა კვირას შედგეს. რაც მე ვიცი, სწორ გზაზე ვართ. ეს არ არის საკითხი თუ მოხდება, არამედ როდის მოხდება. არსებობს ლოგისტიკური საკითხები, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჰეზბოლას, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთში რაკეტებს ისვრის. მათ ეს უნდა შეწყვიტონ და ირანმა ძალიან მკაცრად უნდა დაარწმუნოს ისინი ამის გაკეთებაში. ისრაელი თავშეკავებული იყო თავის პასუხში, რადგან ესმით, რომ შეთანხმება ახლოსაა, ასე რომ არ ველოდები, რომ ეს ხელს შეუშლის. ასევე ველოდები უფრო ინტენსიურ მოლაპარაკებებს იქ. მოლაპარაკებები ზუსტად ჩემი სფერო არ არის. მგონია, რომ საუბრები გაგრძელდება და ირანს რომ ეს შეინარჩუნოს, აუცილებლად უნდა შეაკავოს ჰეზბოლა. ეს მემორანდუმი გაახანგრძლივებდა ცეცხლის შეწყვეტას, როგორც თქვი, საუბრის გაგრძელების პირობით. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მკაფიოდ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომ სურს კონფლიქტის დასრულება, დაბრუნდებიან თუ არა აშეტეშოს ჯარების სახლში. ეს ორი ავიამზიდი გაიყვანება. მაგარეთ, პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი, არასოდეს წერტილი. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ზოგიერთი პუნქტი, რომელიც საჯაროდ გავცელდა, სრულიად არასწორია და ის ეფუძნება შესრულებას. ირანისთვის არანაირი თანხა არ გაიცემა. სანამ ისინი არ შეასრულებენ, ნდობა არ არსებობს, ყველაფერი შემოწმებაზეა დამოკიდებული. აქ ნდობა არ არსებობს და ყველაფერს გადავამოწმებთ. ბირთვული მასალა განადგურდება და გაიტანება. ბირთვული პროგრამა დაიშლება. სრუტეები ღია იქნება, გადასახადი არ იქნება. JCPOA იყო ბომბამდე მისასვლელი გზა. ეს შეთანხმება ბომბისთვის ბარიერი იქნება. ეს იყო მიზანი, რა თქმა უნდა, თავიდანვე. ჩვენ სამხედრო პოზიციაში საჭირო ზომებს შევინარჩუნებთ. ბლოკადა დამანგრეველი იყო. ჩვენთვის წარმატება და გავლენა ირანელებზე. წარმოიდგინე ეს მოვლენათა ჯაჭვი სამხედრო თვალსაზრისით. იყო 45 დღე ინტენსიური ბრძოლებისა, რომლებსაც ირანი ვერ შეაჩერებდა. საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები და თავდაცვა დასრულდა. ამას მოჰყვა ბლოკადა, რომელიც თვეების განმავლობაში გაუვალი გახდა. ქონდა მიწისქვეშა პროექტი ფრიდომი, რომელმაც 125 მილიონი ბარელი ნავთობი გაატარა სრუტეში, რითაც ჩვენი კონტროლი დავამტკიცეთ. კიდევ 2 დღეს ბომბავდით, რადგან ისინი ძალისხმევას არ იჩენდნენ. სამხედრო ზეწოლამ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალამ ირანი აიძულა შეთანხმებაზე წასულიყო, რომელიც ხელმოწერისას შესრულებაზე იქნება დაფუძნებული. მაგრამ ჯერ შეთანხმება არ არსებობს. მემორანდუმამდეც კი არ მივსულვართ. ველოდებით, რომ ამას დღეს მოეწარება ხელი. და ისრაელის სამხედროებმა უდავოდ გაანადგურეს კონვენციური შეიარაღებული ძალები, როგორც თქვენ ამტკიცებთ. მაგრამ რევოლუციური გვარდიის რეჟიმი IRGC აკონტროლებს ქვეყანას. ისინი იჯიბავენ შემოსავალს. შეუძლიათ გაყიდონ ნავთობი, თუ ბლოკადა დასრულდება, როგორც თქვენ ახლახან მიუთითეთ. ისინი არ დანებდნენ. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მაშ, როგორ ამშვიდებთ იმ მოკავშირეებს, რომლებიც რეგიონში არიან და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ საფრთხეში გრძნობენ თავს. შეინარჩუნებს თუ არა ძალების განლაგებას მოლაპარაკებების 60 დღის განმავლობაში და ამის შემდეგ. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ სამხედრო ვარიანტი ხელმისაწვდომი იყოს და ეს არის განსხვავება ამ მიდგომას JCPOA-სა და ობამას მეთოდს შორის. ისინი შეთანხმებას ემუდარებოდნენ, ჩვენ ირანი დაბომბეთ და ბლოკადა დავაწესეთ, შემდეგ კი საჭირო დროს ვიმოქმედეთ, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომოდნენ და კარგი შეთანხმება დაგვედგინა. ამიტომ ჩვენი სამხედრო პოზიცია იქნება ისთება ისეთი, როგორიც საჭიროა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ მემორანდუმის საშუალებით შეასრულონ ის, რაც ამ 60 დღეში დაპირდნენ. დოკუმენტში წერია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება, ის არ ეცდება მის მოპოვებას. არავინ იყიდის, არავის ექნება. 60 დღეში ისინი საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ, მაგრამ მათ არ ქონდათ ის სამხედრო მუქარა, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ირანი ძალიან სცემს პატივს. ამ გზით მათი რეჟიმი ეხლა ბევრად უფრო დანგრეულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ამ 47 წლის განმავლობაში. კარგი, სწორედ ამიტომ სხედან ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან. თავარი განსხვავება ისაა, რომ ეს ყველაფერი ძალის პოზიციიდან გავაკეთეთ. ტრამპმა სამხედრო ძალა გამოიყენა. ეს ძალა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუ ბლოკადა მოიხსნება, უკან დაიხევენ და ნავიგაციასაც გაათავისუფლებენ, როგორც ირანმა უნდა დაუშვას. გადაკვეთენ სრუტეს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ ეს ბლოკადა და ისინი ვერაფერს გააკეთებენ ამის წინააღმდეგ. ირანი ამას კარგად იცის. ჩვენ უპირატესობა გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები კარგად წარიმართება. მართლა. როგორც ვავიგე, ამ შეთანხმების პირველი ნაწილი გულისხმობს ჰორმუზის სრუტის გახსნას და ნავიგაციის აღდგენას. ჰორმუზი. რამდენად სწრაფად დასრულდება ირანის მიმართ IAEA-ის ბლოკადა? რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი გაყიდვას?
მაშინვე განაცხადა პრეზიდენტმა, ამას ველით ირანელებისგან. დღეს ხელს აწერენ, ხვალ გაათავისუფლებენ. პრობლემა აქვს. მაშ ისევ ეს დამოკიდებულია შედეგებზე, მარგარეთ. ამიტომ არ გავაკეთებთ ამას. ობამასგან განსხვავებით პრეზიდენტი ტრამპი ჭკვიანია ესეთ საკითხებში. ის უბრალოდ არ დათმობს. ამგვარად ბლოკადა გაგრძელდება სანამ სრუტეღია, შემდეგ ის დასრულდება და გზა თავისუფალი იქნება. თუ სრულად მომწიფებას 2 კვირიდან 30 დღემდე სჭირდება, ეს მაშინვე დაიწყება, როგორც პრეზიდენტმა თქვა. სხვათა შორის, ვფიქრობ, თქვენს მაყურებელს უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფლების პროექტი არასდროს შეჩერებულა. ჩვენ სრუტით 125 მილიონი ბარელი ნავთობი გადავიტანეთ და ირანს ამის შეჩერება არ შეეძლო. რამდენმა ირანულმა გემმა გაარღვია ბლოკადა? 0. მთელი ამ დროის განმავლობაში სრუტე ჩვენ ვაკონტროლებდით. შენ აპირებ მათთან მოლაპარაკებას. დაუხოვნებლივ და თანდათანობით. კარგი, შენ ამბობ დაუხოვნებლივ, მაგრამ დივანმა რუბიომ თქვა, რომ ზევა ესეც დაეხმარებოდა. ხორმუზის სრუტეში ნაღმების გაწმენდა. შენ გამოიყენე 30 დღე როგორც ვადა. შენაშორებ ნაღმებს და უზრუნველყოფ უსაფრთხოებას სრუტეში 30 დღეში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ 30 დღეში ხელსაყრელ გარემოში, ასე რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რაც ირანში განიხილება. ყოფილ მარგუერას შესახებ. უკვე ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც არ გამომდის. უკვე ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რომელთა დასახელებაც არ შემიძლია, რათა უზრუნველყოთ უსაფრთხო გადასვლა, რაც შეიძლება მალე. სრულად ვართ ჩართული და კარგად ვიცნობთ დინამიკას. ირანი ალბათ ვერ შეძლებს ამას, რადგან ვერ ხედავს მტრის შესაძლებლობებს სრუტის გარშემო, რადგან ბოლო ღამეები მათთვის დამანგრეველი იყო. ხო, რაც შეეხება სრუტეში გამავალი მოძრაობის გაგების შესაძლებლობას, თუ აქვს შესაბამისი უნარები და შეძლებს, შესანიშნავია. თუ საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ჩართვა სურთ, მათლაც მოისურვებენ დახმარებას, შესანიშნავია. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ველით, რომ ირანი შეწყვეტს დრონების გაშვებას კომერციულ ობიექტებზე. მათ ყოველთვის ესროლეს გემებს. პარასკევს დრონმა დააზიანა აპაჩის ვერტფრენი. მათ ასევე გაუშვეს დრონები ბაჰრეინის მიმართულებით და რამდენიმე დღის წინ გაუშვეს რაკეტები აშესტოშესის ბაზაზე იორდანიაში. მათ ჯერ კიდევ აქვთ ძალა. და სწორედ ამიტომ საჭიროა ამ ადამიანებთან მკაცრად მოქცევა. მხოლოდ მოლაპარაკების მადიდასთან დაპატიჟება არ ქმარა, რადგან სამხედრო ძალა მიიყვანა ისინი ამ შეთანხმებამდე, რაც შესანიშნავია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ეს არის გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის სიმტკიცე და სიცხადე, როცა ამბობს ბირთვული იარაღის გარეშე უზრუნველყოფს ამას. მემორანდუმის მიხედვით პირობები ეფუძნება ირანის ქმედებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ არასოდეს ჰქონდეთ ასეთი იარაღი. ეს არის მთავარი. როდესაც 60 დღიანი მოლაპარაკებები დაიწყება, რაც შეიძლება გაგრძელდეს, ბირთვული პროგრამა განიხილება. პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელებში დაწერა. შესაბამის დროს, როცა ყველაფერი დამშვიდდება, შევალთ და ავიღებთ ბირთვულ ფხვნილს. ნახეთ. ეს ეხება მაღალგამდიდრებულ ურანს დაბომბილ ობიექტებში. მან თქვა, რომ ამას გააზავებენ და გაანადგურებენ ირანში ან ზევაში. გეგმაა, რომ გაერო გააკეთებს ამას ყველაფერს. არ ვფიქრობ, რომ გაერო ამ შემთხვევაში რაიმეში ნამდვილად ეფექტური იყო. აია ჩვენ მივხედავთ ამას როგორც საჭიროა. ბოლოს ეს შეიძლება იყოს ახსნის ნაწილი. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე დააყოვნა ირანის ბირთვული პროგრამა დამანგრეველი გზებით. ოპერაცია Midnight Hammer-დან დაწყებული ამ კამპანიამდე, ისე რომ ზუსტად ვიცით, რამდენად შევძელით მისი შეფერხება. ჩვენ ვაკვირდებით ამ მასალას მთელი ამ დროის განმავლობაში და ნებისმიერი შეთანხმება, როგორც უკვე ვთქვი, იქნება დაფუძნებული შესრულებასა და მეტრიკებზე. იქნება ამერიკული თუ საერთაშორისო ინსპექციები და ზედამხედველობა, მაგრამ კონტროლი განისაზღვრება ზაირ პარსივას მიერ ჩვენი მომლაპარაკებლების მეშვეობით და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი სამხედრო ძალით. თუ ირანი არ შეასრულებს პირობებს, მათ კვლავ მოუწევთ ომის დეპარტამენტთან შეჯახება. ჩვენ არ გვინდოდა ამის გაკეთება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც არ სურდა, მაგრამ ვიცით რა დამანგრეველი ეფექტი იქონია ამან მათ შეიარაღებულ ძალებზე. დიახ და მათი საჰაერო თავდაცვისა და შესაძლებლობების შესახებაც ისინი არ სურთ, რომ ეს განმეორდეს. როდესაც ორჯერ ისევ შეუტიეს, ეს მიუთითებს, რომ მათ არ სურთ თავიდან დაწყება, რადგან ეს კიდევ უფრო დააყოვნებს მათ. ამიტომ ირანმა დათანხმდა მოლაპარაკებას და ჩვენ დავასრულებთ საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რათა განვსაზღვროთ გრაფიკი. დასრულებულია. და ეს არის ქოლგა, რომელიც არის ბინგი. ჩვენ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ეს მასალა ან მოვაშოროთ, ან სხვა მასალებთან ავურიოთ, რათა არ დარჩეს არანაირი ნარჩენი და შედეგი დამოკიდებული იქნება ზედამხედველობასა და შესრულებაზე. და ირანი ესმის ეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს არის ის, რაშიც თქვენ შეძლებთ და მიაღწევთ წარმატებას. ეს დეტალები გადამწყვეტია და ჯერ კიდევ მოსალაპარაკებელია. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, აია შეიძლება იყოს ჩართული. CBS-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო დაგეგმავებმა განიხილეს ამერიკული სარეზერვო გეგმები.
და ენერგეტიკის დეპარტამენტი თანამშრომლობს, რათა დაიცვას თავისი ბირთვული მასალები. თქვენ ამბობთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან შეერთებული შტატები ითხოვს, რომ ამერიკულ არმიას უნდა შევიდეს და გაწმინდოს ბირთვული მტვერი. მე არ ვაპირებ თქვა კვირა დილის გადაცემაში, რაც გავაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში. ყველა ვარიანტი განხილვაშია, როგორც უთხარით პრეზიდენტ ტრამპს, ამერიკელ ხალხს, მსოფლიოს და ირანელებს თავიდანვე. სრული ძალა თავდაცვის დეპარტამენტისა მზადაა უზრუნველყოს, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. შეგვიძლია მოვიქცეთ შუაღამის ჩაქუჩის მეთოდით, შეგვიძლია მოვიქცეთ ეპიკური რისხვის გზით, თუ საჭირო იქნება. საბოლოოდ, ირანს მოუწევს გაანადგუროს და მოაცივოს, განაზაოს და ჩვენ ჩართული ვიქნებით, იქნება ეს ფიზიკურად თუ სხვა გზით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს მოხდება. ეს შეიძლება იყოს იაკების არმია, AQSCUA ან სხვა ვარიანტი. ჩვენს მსოფლიო დონის მოლაპარაკეებს ექნებათ რამდენიმე არჩევანი. არმია ამაში კარგია, ისევე როგორც ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომლებიც მუშაობენ. ირანი და ირანი გვაძლევენ გარანტიას. ამოღებულია, მათი პროგრამა დაიშლება, რაც პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების წევრებისთვის, რომ გაიგონ თუ ამბობთ, რომ სახმელეთო ჯარები იქნებიან ჩართული ბირთვული მტვრის გაწმენდაში. ეს თქვენ თქვით. გინდათ რომ სიტყვები ჩამიდოთ პირში. რასაც ვამბობ არის ის, რომ ყველაფერზე გვაქვს გეგმები და თუ პრეზიდენტს დასჭირდება იძულებითი ვარიანტი, ჩვენ გვაქვს იძულებითი მოქმედებების მრავალი განსხვავებული ვარიანტი. ამ ეტაპზე ჩვენ დავაწესეთ პირობები 60 დღით, რათა დავწმუნდეთ, რომ ეს მასალა უსაფრთხოდ იქნება დაცული. ის ან განზავდება, ან განადგურდება, ან გაიტანება. პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ომის დეპარტამენტი იქაა, რომ ხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას. დამაცადეთ კითხო ვენესუელაზე, რადგან ბოლო დღეებში იქაც მნიშვნელოვანი ამბები მოხდა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ზია საონეურის სამხედროებმა მოკლეს ნინო გუერეირო, ვენესუელის ბანდის ტრემბე არაგუას ლიდერი, საჰაერო თავდასხმაში ანკვირის დასაწყისში. ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში რამდენიმე დანაშაულისთვის იყო ბრალდებული. მაინტერესებს, რატომ აირჩიეს თავდასხმის ვარიანტი? რატომ არ დააკავეს და არ დააკანეს სასამართლოს წინაშე ზიმეუაში, როგორც ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა? მინდოდა მეთქვა, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვაჩვენეთ. დიახ, როცა ნიკოლას მადუროსთან ასე მოვიქეცით, შევქმნით პირობები, რომ ვენესუელის მთავრობასთან პარტნიორობით ეს დიდი საქმე გამხდარიყო. მათ ჩვენი არმია იმიტომ მოიწვიეს, რომ მათ ტერიტორიაზე უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია ტრემბე არაგუა. ჩვენ შევძელით მათი ლიდერის იდენტიფიცირება და ლიკვიდაცია, როგორც ალ-ქაიდას ან ისლამური სახელმწიფოს შემთხვევაში, ზუსტად ისე როგორც ახლო აღმოსავლეთში უკვე გავაკეთეთ. ჩვენ ამ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს ისე ვექცევით, როგორც ნარკოტრანსპორტირების გემებს, რომლებსაც ისინი მართავენ. ეს დიდი წინსვლაა. კარგად დაფიქრდით ამაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა საჭიროება, შეეჩეჩერებინა მადურო და შეეცვალა ურთიერთობები. ენერგეტიკული დინამიკა შეიცვალა მსოფლიოში. ამგვარად, ენერგიის მიმოქცევა მალე გახდის სრუტეებს ნაკლებად მნიშვნელოვანს. ტრამპის ხედვით, ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვართ და სუფთა ექსპორტიორები. ვენესუელაში პარტნიორობის გზით გავანადგურეთ ტერორისტები, რომლებმაც ამერიკელ ხალხს შეუტიეს. გვებრძვით ნარკოტიკებისა და ბანდების შემოსვლას. ტრინიდადე, რობლოქსი. ზევა. ენერგია ახლა საკმაოდ ძვირია. ეს აუცილებელია. ეჩვენ მეპარება, რომ დამოუკიდებლები მოამარაგებენ. ქვემოთ და ეს ნახე, ისინი ნამდვილად არიან. ამაზე მოგვიანებით გადაცემაში ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა ვენესუელას საკითხს დაუბრუნდე. მიუხედავად იმისა, რომ ზევას არმიამ ახლახან ჩაატარა ეს ოპერაცია, ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ზევა ვენესუელაში სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. უნდა ელოდონ ოპერაციებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეკვადორი და გვატემალა, სადაც ზევა ამჟამად ადგილობრივ მთავრობებთან მუშაობს. დიახ, უნდა ელოდონ. ამას ამერიკული კოალიცია ნარკოკარტელებთან ბრძოლისათვის ეწოდება, ანუ ACCC და ჩვენის ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის პარტნიორებთან ერთად შევქმნით, რათა ვებრძოლოთ და გავანადგუროთ ტერორისტული ორგანიზაციები და ნარკოკარტელები, მათ შორის ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენ ახსენეთ. ისინი აძლიერებენ ძალისხმევას შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, თანამშრომლობენ თავიანთ მთავრობებთან და შეიარაღებულ ძალებთან, აერთიანებენ საკუთარ სპეციალურ შესაძლებლობებს ჩვენს შესაძლებლობებთან, რათა ტერორისტულ ქსელებზე ინადირონ, ზუსტად ისე, როგორც ეფექტურად ვიმოქმედეთ ISIS-ისა და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში 20 წლის განმავლობაში. ეს მონროს დოქტრინის საოცარი გაძლიერებაა, რომელსაც ახლა დუნროუს დოქტრინა ეწოდება. ჩვენ კვლავ ავირეთ კონტროლი ჩვენს ნახევარსფეროზე, შევაჩერეთ მოწამვლა და თავდასხმები ამერიკელ ხალხზე. ეს ძალიან ლამაზი რამაა, ეს სამხედრო თვალსაზრისითაც ლამაზია. დიახ, აქ სანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებიც თანამშრომლობას ცდილობენ და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. სანამ გააგრძელებთ, ნება მომეცით კითხოთ, რა ხდება ზერიჰალის საბრძოლო მასალებთან და მარაგებთან დაკავშირებით აქ. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი რამდენიმე კვირის წინ ამ პროგრამაში იყო.
მან მიმართა თხოვნით, არა მხოლოდ მეტი ჩამჭერისთვის, არამედ მათი წარმოების შესაძლებლობისთვის, რათა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს შეეძლოთ პატრიოტების წარმოება. ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი ამ იდეას მხარს უჭერს. თქვენ რას ფიქრობთ? არავინ ამზადებს საბრძოლო მასალას უკეთ და მეც ვიდრე აშეშიშო. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ერთობლივ წარმოებას, როცა ეს შესაძლებელია. ამ მთავრობის პირობებში ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი თავისუფლების არსენალი, ვაშენებთ მეც და უფრო სწრაფად, ვარღორთ პენტაგონის ბიუროკრატიას, რათა ინდუსტრიას უფრო სწრაფი მოქმედება ვაიძულოთ. მაგრამ მარაგები არსებობს. ამ მარაგებთან დაკავშირებით მომავალში კრიზისი არსებობს. ამ მომენტში ამ მარაგებთან დაკავშირებით კრიზისია. კერძო ინდუსტრია, ეს არის მოგონილი ისტორია, რომელიც მედიას უნდა რომ ეს იდეა გაყიდოს. საბოლოო ჯამში ასეა, ჩვენი მარაგები შესანიშნავია და ისინი კიდევ უფრო გაძლიერდება ამ პრეზიდენტის ქმედებების წყალობით. მარაგების აღდგენას წლები დასჭირდებოდა. რომელმაც მოგაწოდა საბრძოლო მასალა. არ გჭირდება ჩემთვის თავიდან წაკითხვა იმისა, რისიც თვითონ ვიყავი მოწმე. მე ვივარაუდე, რომ ზოგიერთი საბრძოლო მასალის აღდგენას სხვებზე მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ბევრი ასეთი გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ უფრო მეც ვიდრე ოდესმე. ბაიდენის მთავრობამ მილიარდები გაუგზავნა უკრაინას. ტრამპს მოუწია მარაგების შევსება და ჩვენ ამას რეალურ დროში ვაკვირდებოდით. კარგი. მაშ პასუხი ზელენსკის თხოვნაზე საბოლოოდ არის არათუ კი. საბოლოოდ ჩვენ თანამშრომლობთ მათთან და უკრაინა ყიდულობს საბრძოლო მასალას, რომელსაც ევროპა იხდის. კარგია, რომ ევროპა ბოლოს და ბოლოს აქტიურდება და იხდის ამისთვის. კარგი, ის ითხოვდა წარმოების შესაძლებლობას, მაგრამ დღეს აქ გავჩერდები. დივანო ჰექსეთი, მადლობა რომ შემოგვიერთდით.